მე ვასწავლე როგორც თეორიას, აი პირველ ნაწილში გავდივართ ხოლმე სლაიდებით და მეორე ნაწილში უკვე მონაწილეთა პირადი რუკებით იმ მასწავლ თეორიას იქვე პრაქტიკაში გავდივართ. მოგესალმებით, მეგობრებო. 4 აპრილს გვეწყება ასტროფსიქოლოგიის მორიგი კურსი. ამ კურსზე გავივლით ფაქტიურად ყველა ძირითად ასპექტს ასტროლოგიაში, რაც კი არის. სლაიდებით გავივლით, როგორ მუშაობს ფსიქოლოგიურად პლანეტები, როგორ მუშაობს სახლების სისტემა, სახლების მმართველები როგორ მუშაობს, რა არის ძლიერი და სუსტი პლანეტების არსი ასტროფსიქოლოგიაში, რა არის სტიქიები, რა არის ჯვრები, ხო, რა არის ასპექტები ყველაზე მთავარი. ორთვიანი, ფაქტიურად 8 შეხვედრა იქნება 4-4 საათიანი თითო ლექცია. მე ვასწავლე როგორც თეორიას, აი პირველ ნაწილში გავდივართ ხოლმე სლაიდებით და მეორე ნაწილში უკვე მონაწილეთა პირადი რუკებით იმ მასწავლ თეორიას იქვე პრაქტიკაში გავდივართ ხოლმე. რამდენიმე მონაწილის რუკას ავიღებთ და იქ უკვე მიდის თერაპიული პროცესი, თქვა როგორ მუშაობს ის რეალურად, ხო? პლუს გავდივართ კარმულ ასპექტებს, რა თქმა უნდა, და ეს თეთრი მთვარის და შავი მთვარის ენერგიებს უფრო ფსიქოლოგიური კუთხით, უფრო კარმული დამუშავების კუთხით. წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე ამ კურსს. ვისაც ექნება სურვილი, გეპატიჟებით, მე ვცდილობ ხოლმე გავავრცელო ჩემი კონსულტაციის მოდელი და ამას ვასწავლე ხოლმე უკვე ვინც მოდის ჩემთან და მე აი ამ დიდი უზარმაზარი ინფორმაციული ბაზის შემდგომ უკვე თვითონ შეუძლიათ რეალურად განაგრძონ ასტროლოგიის სწავლა. ეს არ არის ის, რომ აი მე მივედი ლექციებზე ვისწავლე და მორჩა ასტროლოგი ხდები, ხო? ესე არ მუშაობს, რა თქმა უნდა, აქ არის საჭირო კიდე პლუს თეორიული განვითარება, პრაქტიკა არის ყველაზე მთავარი ასტროლოგიაში. აქ თვალი უნდა შეეჩიოს, გონება უნდა შეეჩიოს ამ ინფორმაციას, ემოცია უნდა შეეჩიოს, ხო? აი სენსი უნდა შემოვიდეს, აი შეგრძნებებში უნდა გავატაროთ ეს კომბინაციები და აი იმახსოვრებს თითქოს მე გონება, სხეული, აი ამ კომბინაციებს და ადამიანთან ურთიერთობაში სადღაც შეგრძნებებში ვხედავთ უკვე სად არის ეს ასპექტი გააქტიურებული და სად არა, ხო? ფაქტიურად თერაპიულ პროცესს ვასწავლე, როგორ უნდა ვიმუშაოთ ასტროლოგიაში თერაპიულად, ხო, ფსიქოლოგიურად. ვიღაცას უნდა განვითარება ასტროლოგიაში, ვიღაცას უბრალოდ პიროვნული განვითარება უნდა, მაგალითად ასტროლოგით უფრო კარგად გაიცნოს საკუთარი თავი, ხო? და ზოგს უნდა უბრალოდ იმუშაოს პირადი რუკით, მაგალითად შინაგან სამყაროზე. ყველას თავისი мотиваცია აქვს, რატომაც ვედიან. ზოგი არის, რომ აი თერაპიულ პროცესში ჩართვა მაგალითად ჭირდება განსაკუთრებულად და ვითვალისწინებთ ხოლმე, ხო? ანუ ძალიან ისეთი მოქნილი სასწავლო პროცესი არის.